ფილტვის კიბოს თანამედროვე მკურნალობაში ბოლო 10 წლეულებში სამი ძირითადი მიღწევა იყო პირველ რიგში გენეტიკურ მოლეკულური კვლევების დანერგვა და შემდგომ უკვე ამის საფუძველზე დანერგილი სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს პაციენტების სიცოცხლეს და უზრუნველყოფს მათ სიცოცხლის ხარისხს. მოლეკულურ გენეტიკური კვლევების დანერგვამ ფილტვის კიბოს მართვაში მოიტანა ძალიან დიდი პროგრესი, რადგან ახლა უკვე გვაქვს საშუალება, რომ აღმოვაჩინოთ ის გამშვები მექანიზმი და ის გენეტიკური ცვლილებები, რომელიც უშუალოდ იწვევს ამ დაავადების განვითარებას და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ მასზე. მკურნალობას ეწოდება სამიზნე თერაპია და მას შემდეგ, რაც დაინერგა სამიზნე თერაპია, გაცილებით უკეთესი შედეგები და შესაბამისად სიცოცხლის ხანგრძლივობაც მივიღეთ ფილტვის კიბოს პაციენტებში.